შემდეგი რა არის შენი მომავალი პროფესია? მე მინდა ვიყო მეცნიერი. როცა ვამბობ, რომ მინდა ვიყო მეცნიერი, ხშირად უკვირთ. თითქოს მეცნიერება სქესი აქვს. თითქოს ცნობის მოყვარეობა ან აღმოჩენის სურვილი მხოლოდ კაცებისთვისება. ნელ-ნელა გარწმუნებენ, რომ შენი ოცნება, შენი სწრაფვა შეიძლება ზედმეტად დიდი იყოს, არარეალური, შეუსაბამო. თითქოს მეცნიერება სხვისთვისაა. უბრალოდ არა ჩემთვის. მაგრამ ქალები ხომ მეცნიერებაში უკვე საუკუნეებია ისტორიას ქმნიან. თუნდაც ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძე, რომელსაც მთელი გულით სურდა, რომ ბიოლოგი გამხდარიყო. მაგრამ ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში, დროს, როცა ქალი მეცნიერებაში წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ოლღამ სხვისი პასპორტი აიღო ხელში და შვეიცარიაში გაემგზავრა. მარტო, ახლობლებისგან გარიყული, მხოლოდ ოცნებით. როცა რუსეთმა ციურიხიდან გამოასახლა, ჟენევაში გადავიდა. უბრალოდ არ შეჩერებულა. რატომ? რადგან საქართველოში დაბრუნებულიყო და გოგონებისთვის, ჩემნაირი გოგონებისთვის გაეკვალა ის გზა, რომელიც თვითონ ასე რთულად გაიარა. ასევე ნინო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, მკვლევარი, აკადემიკოსი, ქალი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდა კაცების სამყაროში, სადაც ყოველი მისი ნაბიჯი ორჯერ მეტ დამტკიცებას მოითხოვდა. მისი კვლევები, სწავლება, მუშაობა ადამიანებთან გვახსენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. მეცნიერება არ არის მხოლოდ ფორმულები. მეცნიერება არის კითხვების დასმის გამბედაობა. წლები გავიდა, ეპოქები შეიცვალა, მაგრამ გზა, რომელიც მაშინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. და სწორედ ამიტომ, თუ მე არ ვცდი სტერეოტიპი ისევ გაიმარჯვებს. თუ მე არ გავბედავ, კიდევ ერთ გოგოს ეტყვიან, რომ მეცნიერებაში მისი ადგილი არ არის. მე მინდა ვიყო მეცნიერი. არა იმიტომ, რომ ეს მარტივია. არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი კითხვებია, ჩემი ცნობის მოყვარეობაა, ჩემი გზა, მიზანია, სწრაფვა, ჩემი ოცნება. და ზოგჯერ ყველაფერი იწყება ერთი პატარა გადაწყვეტილებით, რომ არ მოусმინო მათ, ვინც შენს ოცნებებს ჩარჩოებში სვამენ. ასე რომ დიახ, მე მინდა ვიყო მეცნიერი. და ვიქნები კიდეც. შესაძლოა რომ გქონდეთ თქვენს ახალგაზრდა თავს ესაუბრებთ სასიტყვით. ვეტყოდი რომ ისაუბროს მაშინაც კი, როცა არავინ უსმენს.